მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგანს. დიდი მადლობა რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო და მინდა გითხრათ ესეთი ინფორმაცია. დღეს და ხვალ ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა, ერთი კითხვის ღირებულება იქნება 10 ლარი, მაგრამ შეგეძლებათ რომ ერთი კითხვის ნაცვლად დაასვათ ორი კითხვა და ყველა მიცით ვინც ხართ ძველები ამ არხზე რომ კითხვის დასმის შემთხვევაში voice-ით ვაგზავნი პასუხს, მაგრამ ამ შემთხვევაში იქნება ვიდეო კოლით, ანუ თქვენ დაასვათ ერთ კითხვას 10 ლარად, მაგრამ შეგეძლებათ მეორე კითხვის დასმაც და პასუხს მიიღებთ ვიდეო კოლით. და ეხლა ვნახოთ პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში როგორია. პარტნიორი არის პაუზაზე გასული, ან თქვენ ხართ პაუზაზე გასული, მისი ფიქრები არის ის, რომ გჭირდებათ ორივეს რაღაცა დასვენება, გაანალიზება, დაფიქრება, რომ იცით როგორი მომენტი აქვს, რომ აქ ორი ერთნაირი ადამიანია, ორი ერთნაირი ენერგიების, როდესაც ადამიანები რაღაცნაირად ერთმანეთთან შეიძლება სუჭილში იყვნენ, ხო, რაღაც მომენტში. ამიტომ თulis რომ გჭირდებათ გაანალიზება და დაფიქრება ორივეს ამ ურთიერთობიდან რა გინდათ ხომ, რისი მიღება გინდათ ხომ, რას ფიქრობს რომ ბოლომდე არ ხართ მისთვის ღია, ბოლომდე არ იცის და არ გიცნობთ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ფიქრობს იმას რომ შეიძლება თქვენ ურთიერთობას რაღაც მომენტში შანსი აქვს, მაგრამ რატომღაც მაინც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენ იმდენად კარგი ხართ ამ ადამიანისთვის, ესე ვიტყოდი, რომ არ მისცეთ ამ ადამიანს შანსი იმის, რომ რაღაცა ცხოვრებისეულთან ჯობნით, ესე ვთქვათ, ნახეთ, ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ურთიერთობაში ჯობნით ამ ადამიანს თქვენი ენერგიებით და ამიტომ მას სურს, რომ რაღაცნაირად გავიდეს პაუზაზე, დაფიქრდეს, რამდენად გიცნობთ, რამდენად შეუძლია, რომ გაართვას თავი ამ ყველაფერს, რამდენად შეუძლია რომ მიიღოს ის შანსი, რომელიც თქვენგან უნდა მიიღოს ამ ადამიანმა და საერთოდ როგორ მოახერხებს და როგორ გახაჩავს, ხო? იმიტომ რომ თქვენ ხართ იმპერატრისა, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდი რესურსის მატარებელი ხართ, ამიტომ ეს ადამიანი ცოტა შეშინებულია, ესე ვთქვათ, თქვენთან ურთიერთობით.